მინდა გითხრათ, სანამ ხინკლის წვენს ხვდებთ ასე მონდომებით, უპრიანი იქნება რომ გავიხსენოთ მონღოლები, რადგან თურმე ქვეყნად ხინკლის მომგონი ყოფილა ვიღაც წვრილთვალა მონღოლი. ცხელ ხინკალზე შავთზაკის მოყრას როცა ინდომებთ, გახსოვდეთ რომ ამას უნდა უმადლოდეთ ინდოეთს. ადრე ინდოეთში იწყო თურმე ამ მცენარე მზრდა და ჩვენამდე გაიარა გრძელი აბრეშუმის გზა. რაფასი აქ ხინკალს თუ არ მივაყოლებთ არახს, დიდი მადლობები უთხრათ ამის გამო არაბს. ქიმიკოსმა არაბმა ქნა საქმე ეს ეკეთილი, როცა ღვინისგან მიიღო მწარე სპირტი ეთილის. ხინკალთა რომ ჩვენში ლუდის მას არავინ თაკილობს, მოდით ამის გამო დიდად ვუმადლოდეთ ბაბილონს, რადგან იქედან გავრცელდა ყველგან ქერის ნახარში, თუმცა საწყობით უშვებდნენ მაშინ ნახარს ხახაში და რადგან ხინკლის მომგონი არის მონღოლი, ხოლო არახს კი უნდა ვუმადლოდეთ არაბს, რადგან შავმაწისაკამ ინდოეთში იყო ზრდა, ხოლო ბაბილონისკენ მიდის ლუდის ყველა გზა. მაშ ქართველებისთვის რაც ამ ცხოვრების აზრია, ყველა სიკეთე ჩვენთვის მოუცია აზიას, ჩვენ კი მაინც ჯიუტად გვსურს ევროინტეგრაცია.